უკრაინაში სისხლის ზღვრა უნდა დასრულდეს. მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ეს ომი უმოკლეს დროში დავასრულო. ასეთია ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტის პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომზე. დონალდ ტრამპის სამშვიდობო პოლიტიკა მხარეების მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმას და ომის უმოკლეს ვადებში დიპლომატიური გზით შეწყვეტას მოიცავს. ოფიციალური კიევის მონაცემებით ბრძოლის ველზე დაღუპულთა რაოდენობა 43,000 შეადგენს. ახლად არჩეული პრეზიდენტი კი მის მიერ კონფიდენციალურად ნანახ კადრებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რეალური რაოდენობის გასაჯაროვება ჯერ არ ხდება და საუბარი ასობით ათას დაღუპულზეა. ის რაც უკრაინაში ხდება ყველაზე საშინელი ხოცვა ჟლეტოა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გვინახავს. მე ვნახე ფოტოები, სადაც ჩანს ცხედრებით სავსე ველები. ცხედრების გორები დგას. თქვენ რომ ეს ფოტოები გქონდეთ ნანახი, უფრო სერიოზულად დაფიქრდებოდით. უკრაინის ომში დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე ამბობენ. რეალური მსხვერპლის რაოდენობა მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც დაანგრეულ ქალაქებს დააზუსტავენ. მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ეს ომი დავასრულო. გავესაუბრები როგორც პუტინს, ისე პრეზიდენტ ზელენსკის. ჩვენ ეს სასაკლაო უნდა შევწყვიტოთ. დონალდ ტრამპმა შეაფასა უკრაინის განადგურებულ ქალაქებში მოსახლეობის უახლოეს მომავალში დაბრუნების პერსპექტივა. შტატების 47 პრეზიდენტის განცხადებით ამ ქალაქების აღმშენებლობას სულ მცირე 100 წელი დასჭირდება. კარგია, რომ უკრაინას ტერიტორიების დაბრუნება სურს, მაგრამ ქალაქები განადგურებულია. მხოლოდ კიევი დატოვეს მცირე დაზიანებით, ისიც ალბათ იმიტომ, რომ მისი ოკუპაცია ან გამოყენება სურთ. სხვა დანგრეული ქალაქების აღმშენებლობას კი 100 წელი დასჭირდება. ტრამპის სამშვიდობო პოლიტიკას გარკვეულწილად ეთანხმება უკრაინის პრეზიდენტი, თუმცა ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას დანებება და ომის გაყინვა არ სურს. განსხვავებულია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის დამოკიდებულება. ანდრიი ერმაკის განცხადებით, სამშვიდობო მოლაპარაკებები მხოლოდ მაშინ დაიწყება, როდესაც რუსეთს ომის გასაგრძელებლად რესურსი არ ექნება. რეალური მოლაპარაკებები მდგრადი მშვიდობისთვის მხოლოდ მაშინ დაიწყება, როდესაც მტერს აღარ ექნება რესურსი ომის გასაგრძელებლად, ამიტომ წინ წარმოუდგენლად დიდი სამუშაოა. უკრაინის პრეზიდენტი პროვოკაციაში დაადანაშაულა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა. ორბანის განცხადებით, რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის წინადადება მაგიდ აზადებს. ამ წინადადებაზე პასუხისგაცემა კი უკრაინის პასუხისმგებლობაა. ტრამპს უკრაინაში ომის დასრულება რაც შეიძლება მალე სურს, თუმცა რა პირობებით დაჯდებიან უკრაინისა და რუსეთის ლიდერები მოლაპარაკებების მაგიდასთან ჯერ უცნობია. ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტმა მის სამშვიდობო პოლიტიკაზე თანამდებობაზე არჩევამდეც არაერთხელ ისაუბრა. ომის დიპლომატიური გზით 24 საათში დასრულება იყო მისი წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი დაპირებაც.